მოგესალმებით აპოლინო სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი წარმოგიდგინოთ და მოვამზადებ ჰამბურგერის ფუნთუშებს. ფუნთუშები არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი და არ გჭირდებათ ამისათვის ბევრი ინგრედიენტები. ახლობით 12 ფუნთუშისთვის დაგჭირდებათ 360 მლ რძე, 660 გრამი ფქვილი, რომელიც მე გავყავი. ერთგან მაქვს დაახლოებით 400 გრამი ფქვილი, ხოლო მეორე თასში კი 260 გრამი. გჭირდება აგრეთვე 10 გრამი მარილი, დაახლოებით 1 ჩაის კოვზე მეტი, 30 გრამი შაქარი, ეთინედლი საფუარი, რომელიც იწონის 52 გრამს და არის გათვლილი 1 კილოგრამ ქვილზე, 2 ცალი კვერცხი საშუალო ზომის და 80 გრამი კარაქი. პირველ რიგში მე კარაქს, შაქარს არცეს მოვათავსებ ქვაბში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რძე იყოს ცხიმიანი და კონდეს დაახლოებით 3.5% ცხიმის შემადგენლობა ან მეტი. და გადავიტან შემდეგ ცეცხლზე. რძე არ უნდა გაცხელდეს, არამედ უნდა შეთბეს დაახლოებით 37 გრადუსამდე. კარაქიც უნდა გადნეს და თუ რძე გაცხელდა შეაკრილეთ, ისე რომ იყოს თბილი. როგორც ხედავთ, კარაქი უკვე გადნა, ახლა კი გადავიტანმე ჩემს კომბაინში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ცომი ხელითაც მოზიულოთ. დავუმატებ შემდეგ მე საფუარს და დავუმატებ 260 გრამ ფქვილს. დავიწყებ ცომის მოზილვას. ეს პერიოდში დავუმატებ უკვე მარილს. კვერცხს გავთქვეფავ და გათქვეფილ კვერცხს დავუმატებ შემდეგ მე ცომს. ხოლო ბოლოს კი შევურებ ფქვილს. ეს არის დაახლოებით 400 გრამამდე ფქვილი. მოზილვის პერიოდში მე დავუმატებ ფქვილს და გავაგრძელებ მოზილვას. ცომი უნდა ზილოთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ ელასტიურ მასას. ცომი არის საკმაოდ რბილი. ჩემი ცომი უკვე მზად არის და როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება შემდეგ. ეს არის ძალიან ელასტიკური და ფაფროქი. ახლა კი გადმოვიტანე ჩემ სამუშაო დაფაზე და დავამუშავებ კიდევ ერთხელ. და გითხრათ, რომ ცომი არის ოდნავ წებოვანი. ცომი გადაზილეთ კიდევ ერთხელ კარგად. რაც უფრო მეტად გადაზელთ, მით უფრო ნაკლებად წებოვანი იქნება შემდეგ ცომი. ცომი ჩავაბრუნე ისე უკან თაში და გავაჩერე დაახლოებით 40 წუთი, სანამ არ ამოვიდა და გაორმაგდა. რა თქმა უნდა, თავზე გადავაფარე მე სამზარეულო სპარგი. დავთქი თბილ ადგილას. როგორც ხედავთ, 40 წუთის შემდეგ ცომი გამოიყურება. ესე ამოვიდა ძალიან კარგად. ცომს გადმოვიტანე ისევ ჩემს სამუშაო დაფაზე, კიდევ ერთხელ დავამუშავებ კარგად და ჩავაბრუნებ ისევ უკან თაში. როგორც ხედავთ, ცომი არის ჯერ კიდევ წებოვანი. გადავზილე კიდევ ერთხელ. შემდეგ გადავკეცე ესე და გავაჩერე კიდევ დაახლოებით 9 საათი. დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ, როგორც ხედავთ, ცომი ამოვიდა ისევ ძალიან კარგად. მოხსნი ახლა მე პარკს. გადმოვიტანე ისევ ჩემს სამუშაო დაფაზე და გავყოფ უკვე შემდეგ ნაწილებად. ცომს მე გავყოფ 4 ნაწილად.
და თითო ნაწილს დავანაწევრებ კიდევ. ისე რომ გამოვიდეს 4 გუნდა. და ჩემთან თითო გუნდა იწონდა 100 გრამს. გუნდა დაამრგვალეთ ძალიან კარგად და მიეცით, რაც შეიძლება მრგვალი ფორმა. ეს არის ძალიან მარტივი პროცესი და როგორც ხედავთ, ესეთი ხელის მოძრაობით არის შესაძლებელი ძალიან მარტივად პატარა ბურთის გაკეთება. მე ყველა გუნდას მივცემ მრგვალ ფორმას და შემდეგ გადაусმევ ზემოდან ცივ წყალს. გადავუსმევ ფუნჯით გადავაფარებ შემდეგ ისევ სამზარეულოს პარკს და გავაჩერებ დაახლოებით 20-25 წუთით. იქამდე სანამ ჩვენი გუნდები არ გაორმაგდება. არ უნდა შევიდეთ არცერთ შემთხვევაში, თორემ ზემოდან გამოშრება. დაახლოებით 20-30 წუთის შემდეგ, როგორც ხედავთ, გუნდები გაორმაგდა. ვაყრიმე ზემოდან ფქვილს, ყველას და გავაბრტყელებ შემდეგ ხელი. დავამრგვალებ კიდევ ერთხელ, მივცემ მრგვალ ფორმას, რომ მიიღოს დაახლოებით ბურთის ფორმა და როგორც ხედავთ, ჯერ მე თავიდან ასე ვთქვათ, კეპნი ცომს და შემდეგ ისევ ვაძლევ მრგვალ ფორმას. ეს არის უკვე ბოლო ეტაპი და შეიცადეთ, რომ მისცეთ რაც შეიძლება მრგვალი ფორმა. ესეთი ხელის მოძრაობით მე ცომი დავდგებნე ისევ, რომ ცოტა ჰაერი გამოვიდეს და გადავიტანე შემდეგ ალუმინის ფორმებში, რომელიც მე თვითონ გავაკეთე. ცომს გადავიტანე შემდეგ და მოვათავსებ შიგნით. ახლა კი გაჩვენებთ, თუ როგორ გავაკეთე ალუმინის ქაღალდისგან პატარა ფორმები. ეს არის ძალიან მარტივი. ალუმინის ქაღალდი გადაკეცეს ჯერ შუაზე. გაასწორეთ კარგად და გადაკეცეთ შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ. შეცადეთ, რომ არ ქონდეს სქელი ნაპირები. და არ იყოს ძალიან მაღალი. ესე მაგიდის ნაპირზე ჩამოვატარებ კიდევ ერთხელ, რომ მიიღოს რაც შეიძლება წრიული ფორმა. და ალუმინის ქაღალდი სიგრძეში იყო დაახლოებით 32 სანტიმეტრი. შემდეგ მე ნაპირებს შევაერთებ ერთმანეთთან და აუცილებელია რომ იყოს კარგად მყარად შეერთებული, რადგანაც ცომი როდესაც ამოვა, შესაძლებელია რომ ფორმა გაიხსნას. და მე გამზადებულ ცომს გადავიტან შემდეგ ფორმებში. დავაწვევ ზემოდან კიდევ რომ კარგად გაბრტყელდეს. ესე ცომის გასაბრტყელებელით გავაბრტყელებ კიდევ ერთხელ ზემოდან. უკვე შეგიძლიათ ფორმები საერთოდ არ გამოიყენოთ და გამოაცხოთ ფორმების გარეშე. როგორც ხედავთ, მე მეორე 6 წელს გამოვაცხობ ფორმების გარეშე. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცომი კიდევ ერთხელ გააჩეროთ დაახლოებით საათნახევარი. მოდან წაუსვით წყალი, გადააფარეთ თავზე და გააჩერეთ. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, როგორც ხედავთ, ცომი უკვე მზად არის გამოსაცხობად. ფორმებში ფუნთუშა ცხება შედარებით უფრო მაღალი და
და არ კარგავს ფორმას. ახლა კი ძალიან ფრთხილად გადაусმევ კვერცხის გულს, რომელშიც გაურიე მერձე. წავსვით ძალიან ფრთხილად, რომ ცომს ფორმა არ შეუცვალოთ. და რაც უფრო კარგად იქნება ამოსული ცომი, მით უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი იქნება შემდეგ ჩვენი ჰამბურგერების ფუნთუშა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მისი გაჩერება. შემდეგ ზემოდან მოვაყრე სეზამს. სეზამი მხოლოდ გემოვნებით, მაგრამ ძალიან გემრიელი და უხდება. მოვაყარე ყველგან და ფუნთუშები უნდა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 12-14 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, მიექცეთ ყურადღება. გადავსვამთ ამასაც ზემოდან კვერცხის გულს და მინდა გითხრათ, რომ ფორმაში გამომცხვარი ფუნთუშები შეგიძლიათ ბიგ-მეგის მოსამზადებლად გამოიყენოთ. რადგანაც აქვს თითქმის ესეთი ფორმა და გემოც. მოვაყრეთ ზემოდან სეზამს. დღეს ჩემი ასისტენტი მეხმარება ძალიან ბიჯითად და ფუნთუშები უნდა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 14-16 წუთი. როგორც ხედავთ, ჩემი ფუნთუშები უკვე მზად არის. და გამოიყურება ესე ფუნთუშები არის საკმაოდ რბილი და კარგად გამომცხვარი. ფუნთუშებს მე ამოვიღებ ახლა ფორმიდან და ესეთი ფორმა აქვს შემდეგ ჩვენს ფუნთუშებს, რომელიც კი არ წავიდა სიგანეში, არამედ ამოვიდა თანაბრად და გამოცხო ძალიან კარგად შიგნიდანაც. და როგორც ხედავთ, ესეთი ლამაზი ფუნთუშები მივიღეთ შემდეგ, რომელიც შეგიძლიათ სენდვიჩების ან ჰამბურგერის და ბიგ-მეგის მოსამზადებლად გამოიყენოთ. და როგორც ხედავთ, ესეთი რბილი ზედაპირი აქვს ფუნთუშებს. არის ძალიან ფაფუკი და ძალიან ჰაეროვანი. ასევე რბილია ფუნთუშები, რომელიც გამოცხო ფორმაში და ზედაპირი აქვს ძალიან ფუმფულა. ახლა გავჭრე შუაზე და განახებთ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. არის ძალიან კარგად გამომცხვარი და აქვს ძალიან კარგი სტრუქტურა. ამიტომ შეიცადეთ, რომ კარგად ამოიყვანოთ ცომი. ფუნთუშებს მოვათავსებ პარკში, ისე რომ ჰაერი არ შევიდეს და შევინახავ მაცივარში. შეგიძლიათ რამოდენიმე დღე შეინახოთ. მოვათავსეთ აუცილებლად ისე, რომ ჰაერი არ შევიდეს. მომავალ ვიდეოში გაჩვენებთ, თუ როგორ მოვამზადე მე ძალიან გემრიელი ჰამბურგერები. მე კი დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს აგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.